მე ვარ ზაზაბიცკინაშვილი. წინა ტურიდან ჩემ თავს გაგახსენებთ იმით, რომ აქვს რაღაც რადიკალურად ნაციონალისტური შეხედულებები. ალიკა ვარ. ალბათ გახსოვართ და რა ვიცი, აბა ვეცდები რომ ვიაქტიურო ცოტა წინა იმასთან შედარებით რა. არ ვიცი როგორ ხასიათზე ვიქნები, ვერ გეტყვით წინასწარ რა. წინა ტურში ჩაიპასიურობა იმით გამოიხატება, რომ პარტნიორის ბრალი იყო, მე მგონი ხელს არ მიწყობდა. აი მაგის ასაკის მეშინოდა რაღაცნაირად რა. ამ ტურშიც ეს ხალხი, რომელმაც მხარი დამიჭირა, რაზეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. იგივენაირად ამომიდგება გვერდში აუცილებლად. ამაში ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მე საქართველოსზე ძალიან ვარ შეყვარებული და ყველა ქართველი დამიჭერს მხარს. ჩემი წინა პარტნიორი საკმაოდ დადებითი ადამიანი იყო, უბრალოდ ას გარკვეული მიზეზების გამო პასიურობდა. დღევანდელი ჩემი პარტნიორი წინიდან განსხვავებით მინდა იყოს ჩემი ასაკის ალბათ რა. მე მგონი უკეთესი იქნება ჩემთვის. რა ქვია შენ? ალიკა ძმო. მე რა ქვია? მე ვასო მქვია. დავჯიქი. ძალიან სუსიანოა ვასო. დაგუზანდით. ეხლა ცოტა ხანს ვიკები. ეგრე მეგონა. ამ კოპოსთან გავაჭიდებოდი მაგრამ. რა ვიცი. შენა ვუჩნდი. ახლა გაშინელი ბიჭი. არა. შემიძლია მთელი დღეები. ამოყევი შენს რამე მაშინ. რა გაინტერესებს? საიდან ხარ, როგორ ხარ? ეგ მეინტერესებს. იანვარი და თბილისიდან ვარ. როგორ ვარ და ჯიგრულად ვარ. როგორ ხარ? ჯიგრულად. ეგ რას ნიშნავს? რას ნიშნავს? დაზაბული ხარ რაღაც ისეთ პონტში, არა? აუ მაშინ გაიხსენი, მითხარ ჯიგრულად რო ხარ, რა პონტია ჯიგრულად? არა, ცოტა. არა, რა ვიცი, ჯიგრულად შეიძლება ბევრი რამე იყოს, არა. ეგ არის ძალიან ზოგადი პასუხი. როგორც შენ გადაწყვიტო მას იმისი ჩავცვალე. ძალიან უარყოფითად ახარ განწყობილი და რა. რა ვიცი. მე ბიცკინაშვილი ვარ, შენ როგორ ხარ? ერდავითიანი. როგორ? ერდავითიანი. ერდავითიანი? სომეხ ხარ წარმოშობით? ხო. გვარით ვარ. გვარით რა ხარ? გვარი როცა გაქვს, ნაში წარმოშობითა სომეხ. ამაში ცუც ხედავ რამეს? არა, სომეხ. ამ რატო იზახი რომ მარტო გვარი ხარ? არა, ეს თბილისელი. ადამიანს შემიძლია დაუნასხონოდეს თავის წარმოშობის და პირიქით უნდა ისაუბროს თავის წარმოშობაზე და თავის იმ ერთ და იმ რომელიც თუნდაც მიეკუთვნება იმაზე უნდა ისაუბროს სიამოვნებით. აი მე მაგალითად მიამაყება რომ ვარ ქართველი. და დარწმუნებული ვარ რომ ყველაზე მაგარი ვარ, იმიტომ რომ აი ამ დროს აკლიპში, იმიტომ რომ ქართველი ვარ. როგორ უყურებ იმ საკითხებს? მაინტერესებს? რაღაც გარკვეული შემოტევები რო არის რაღაც სომხური დიასპორისგან, რაღაც გარკვეული даже სახელმწიფოებრივი შემოტევები სომხეთისგან, საქართველოს წინააღმდეგ. სომხები თუ დაგი კონკრეტები. მე გამიგიალა შენ თუ ამ ისე. დაგი კონკრეტო? როგორ უყურებ იმ საკითხს, რომ ვეფხვის ყავასანი არის სომხების დაწერილი და შუთაოსტეველი არის სომეხი? არა იცი ძმაო. რატო კაცო ხა? მე რო ქართველმა რაღაცა უაზრობა თქვას, მე ყველა შემთხვევაში ვეცდები, რომ ეს ან დავამტკიცო, ან ვარყო. მე არ მაინტერესებს ეგეთი რაღაცები. რატო? არა ვარ დაინტერესებული. რატო არ ხარ დაინტერესებული? აი უყურე, ცხოვრობ საქართველოში, ხო? რაღაც გარკვეული შეურაცხყოფელი განცხადებები და ნაბიჯები იდგება საქართველოს წინააღმდეგ, ხო?
შენ უნდა მაგალითად შენს ადგილას მე ვეცდებოდი რომ ჩემი რაღაც გარკვეული განცხადებები იქნებოდა თუ ნაბიჯები, გამომესწორებინა ეს ყველაფერი. მე თქვა რომ არა, ნუ არის რაღაც ჯგუფი სიტყვაზე, რომელიცაც არ ესმის, რას ლაპარაკობს. არაფერი იმის თქმა მინდა, მაინტერესებს შენი შეფასება. მე არაფერი. მე არ ვაკეთებ ეგ რაღაცებზე შეფასებებს, არ მაინტერესებს. სულ არ მაინტერესებს, ვინ ვისურვებს. არ მაინტერესებს? აბა რა გაინტერესებს? აი ხო ხარ დაძაბული ხარ და მეც მძაბავ ხედავ, აი იმიტომ ისეთ შეკითხებს რაღაცებს. იმიტომ გელაპარაკებ, ნუ წარმოშობით ხარ ძმაო სასუნხეთთან, მაინტერესებს შენი შეფასება, იმიტომ რომ ის განცხადებები გაკეთებული იყო. მე არა ვარ სასუნხეთი. აბა საერთოდ ხარ? თბილისიდან. თბილისიდან ხარ, მაგრამ ეხლა მე სადაც გინდა ვიმყოფებოდი, აი გინდაც ამერიკაში, გინდაც სადმე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ხო? ყველა შემთხვევაში მე წარმოშობით ვიქნები ქართველი, საქართველოსდან, ხო? ყველა შემთხვევაში, აი რომც ვიყო იქ დაბადებული, გაზრდილი, ხო? ყველა შემთხვევაში მე ვიქნები ქართველი, ვიქნები წარმოშობით საქართველოსდან. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გაკეთებული იქნება საქართველოს მხრიდან, იმ ქვეყანაში, მე ჩემ თავზე იქნება ვალდებულება აღებული იმაზე, რომ მე ის განცხადებები, იმ განცხადებებზე, ან იმ შემოტევებზე რაღაც გარკვეული მოქმედებები გავაკეთო. იმიტომ რომ მე ვარ ქართველი პირველ რიგში, უპირველეს ყოვლისა და ყველანაირად ვეცდები, რომ არ შევარცხვინო არ ჩემი წარმოშობა და თუ ის ხალხი, რომელიღაცა ჯგუფი შეარწყვეს ჩემს ერს სიტყვაზე, ხო? მაგ შემთხვევაში მე ვეცდები ყველანაირად, რომ ეს ყველაფერი გავაქარწყო. შენ არ ცდილობ, შენი ძახი ჩემთვის სულ ერთია, მე რაღაც ისა, ნუ ესე არ არის. ესე არ არის, ესე როგორ კაცო? შეურაცხყოფას აყენებენ ჩემს ხალხს, ხო? მე ვის უნდა მოვთხოვო? მე ხა იმასთან ვერ ჩავალ, იქ რო არის, რა ვქენ, თავარი რო არის, ვინ არის მაგალითად პრეზიდენტი? ხო, აი მე შენგან მაინტერესებს პასუხი, მე ხო არ გეჩხუბებ, მე მაინტერესებს შენგან პასუხი უბრალოდ. შენი შეფასება, თუ გინდა შეფასება საერთოდ ნუ გააკეთებ, ჩემს აზრი არ აქვს ამას. არ აკეთებ შეფასებას. აი, კარგი ხარ. რა საქმეა? ოცადური ვარ. დიაბეტი ხო არ აქვს? არა, ბევრი წყალს ხო და მაგ. წვიმს და მაგიტო. უსაქმო რამდენი წლის ხარ? 20. შენასები. მე ვცხოვრობ. როგორ ცხოვრობ? აი სიამაყი, დავდივარ და ვამაყობ რო ქართველი ვარ. როგორ მე რა? მე რა კი არა ძალიან მაგარია. რა არის მაგარი? ქართველობა? დიახ. არ გჯერა? ნებისმიერი ქართველი ამაყობს რომ ქართველია. აი ნებისმიერი ერის წარმომადგენელი ამაყობს. ხო და მაი ზუსტად მაგ მიყავს საუბარი. თუ ნებისმიერი ერის წარმომადგენელი ამაყობს რომ მაშინ შენც უნდა იამაყო ეს ყველაფერი ძმაო რო ხარ სულ. რა თქმა უნდა რომ იამაყო მაგით რა. აბა თუ ამაყობს ხო ეძახი და მაგით გეუბნები. ხები რა ამაყობენ რა ამაყ. როგორ რა მაგით აი ვერ ხვდები აი კაი ყველაფერს შევეშვათ ხო? აი შენ საიდან ხარ წარმოშობით, მე საიდან ვარ წარმოშობით. ამ ყველაფერს შევეშვათ ხო? შევეშვათ. აი უყურე, შეხედე უბრალოდ რა. აი შენ დაიბადე ხო? შენ მარტო დაიბადე ალიკა ტერ ავთუნიანი ხო? თუ როგორ მითხარი? ხო, აზრია. ისე ტერორ ემატები თავადური არის თუ არ ვცდები ხო? აი მით უმეტეს, აი როგორ შეიძლება? ეხლა მე რო ვიყო მაგალითად ბაგრატიონი ხო? როგორ შეიძლება მე ვთქვა რომ მე როგორ შეიძლება ყველანაირად ავერიდო იმ შეკითხვებს, ავერიდო იმ პასუხისგებლობას, რომელიც შენ უნდა გქონდეს. როგორ შეიძლება, ხო? მით უმეტეს შენ პირველ რიგში თავადები და რაღაც თავად აზნაურთა რაღაც კლანი ხო, უფრო მეტად უნდა იყოს სიამაყით გამშვალული და სავსე თავის ერზე, ხო? შენ ყველანაირად ერიდები, რატო არა ცხენია მაგისი? არა მცხენიო, არც მიამაყებაო და რაღაც აქტიურობა ხო უნდა ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ხო? ეხლა ის ხო არ არის მარტო რუგზაკი აი კიდე წახვიდე სახში წამოხვიდე და რა. აბა სად მიდიოდი მაშინ? არის სათლივჩი კატაო და გავიჭი. 20 წლის ბიჭი ხარ და ლიფში კატაო კაცო. მე რა. შეაგიმედა.
მელიჩი ამინოდა? აი გავიგე რომ სადღაც იმაშობოდნენ, რა ქვია. ვიღაცა კატაობდა შენც მოვიდა. არა, კაცა. ვიღაცა კატაობდა რო გამეგო და მოდ ჯერ შევამოწმენდი ვისთან ერთად ვიკატავდი და მე ვიკატავდი. როგორ შემოწმენდი? აი ესე შემოვიდი და ნახავდი ვინიზის ლიფტში ხო? და შევამოწმენდი და დავინახე. შენ თუ იჯექი არ შემოვიდოდი. ვარჯიშობ ხოლმე? ხოლმე. რაზე? ნერვებზე ვარჯიშობ. ვის ნერვებზე? ნერვებზე? შენს ნერვებზე? ჩემს ნერვებზე როგორ ვარჯიშობ? აბა ხვის ნერვებზე როგორ ვარჯიშობ? აი შენ თუ ამდენი 10 წუთის განმავლობაში ვერ მიხდის ხვის ნერვებზე როგორ ვარჯიშობ? და უნდა მივხარიყავი? რა ვიცი ხა შენ თონის. შენსა. რაღაცინე. სადაც რო თქვი რამე? საიდან და მივხარიყავი? ჩვენ ქართველები ისეთი ნიჭით ვართ დაჯილდოებული და ყველაფერს ხვდებით. საგ. რაღაც ძალიან ხშირად გეცინება შენ რაღაც ქართულს, რაღაცას ვიძახი და. რატომ ეცინია? რა ვიცი, რატომ ეცინებ, აბა შენ თავს გითხე, რატომ ეცინებ. რა ვითხო შენ თავს? რა ვიცი. კარიმეძი. დაზექი მე დაიძინე, აი რუგზაკი თავს დადებ დაიძინე. თუ დაიძინებ, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა შენთვისაც. კიდევ საერთოდ ხას არ მომიტევს. რა პრობლემა? თამაში დამოი. ხაცხოვრო? საქართველოში. რომელობაში? თბილისში. თბილისი უბანია რა. ხო? ისეთი რა მითხარ ახლა შენ რო? ახალი ხო? ხო, ძალიან ახალი. არ გაგიგონია რა. აბა საიდან რა. რატომ ეძახი საცხორო? რა გაინტერესებს? მისამართი, სახლის ნომერი, ტელეფონის ნომერი და რამე? მისამართი რა თქინდა სახში კი ამ დაგადგა. მაინტერესებს უბრალოდ საცხორო. საცხორო? დოლიძეზე. აი, შენ საცხორო? ავლაბარში? საიდან დაუსკენი რა ავლაბარში? მაგრამ просто გეკითხები რა. აი ხედავ ჩვენში დაძაბულობა რატო შემოდის? იმიტომ რომ თავიდანვე ხო ისეთი პონტი წამოვიდა რომ აი თავიდანვე იმაშები ძაბავ, აი თავიდანვე კი არ იხსნები პირიქით, კი არ შემოდიხარ ურთიერთობაში. თავიდან ისეთ კონკრეტულ პასუხებს მაგალითად ასე მგონია იმაში ვიზივარ, აქ სადღაც ლუბიანკაზე ვზივარ, გამომძიებელი ვარ და შენ რაღაცა დაგიჭირე სახელმწიფო ღალატზე და მე შენ კითხავ. ამიტომ თავისუფლად უნდა ილაპარაკო ჩვეულებრივ და ჩვეულებრივ ჯიგრულად. რო იძახი ჯიგრულად ცხოვრობ. თუ ჯიგრულად ცხოვრობ, ჯიგრულადაც ილაპარაკე. დოლიძე სადა? დოლიძე სად არის? შენ თბილისელი ხარ? თბილისელი ხარ? თავიდანვე თბილისში ცხოვრობდი და რამე ვერ დოლიძე არის სად არის? აი, აჭარა იცი სად არის? აჭარა ვიცი. მალიბუ იცი სად არის აჭარასთან? მალიბუ არა. აჭარა ვიცი. შენთან მანტუია, ხო აჭარასთან? ასახლები არის კუჩა არის. აი, შენ რა უბნელი ხარ? ეს დოლიძელი ვარ. დოლიძელი ხარ? აჰა. ხო. შენ ისე კარგად ლაპარაკობ, ასე მგონია მე ვლაპარაკობ რა. კარგად ლაპარაკობ თუ ჯიგრულად? აი, ჩემი სადაც დააც კარგად ლაპარაკობ არ ჯიგრულად. სულ რაღაცას ძაბავ და რა ვიცი ისთვისაც ძაბავ ვერ кайფობ ამაზე რა. ეგრე გააწრე. ესა აი დოლიძეზე ვამოხალ, აი მე რეკეტი რა გავაწე. რო იძახი დოლიძელი ვარო. მე გითხარი სიმართლე, ამიტომ უნდა გეთქვი შენ სიმართლე, ეხა. და რა მოგატყვე? რა მოგატყვე დოლიძელი ვარ, დოლიძელი რო იყო, ეხლა აქამდე მესოდინებოდი 1000 ჯერ. აბა როგორ ხარ დოლიძელი? შენ ყველას იცნობ დოლიძეზე?
კაი რა. ა? კაი რა. აი რა, არ მწვენია. შენ მოსეთი არ იყავი. არ იცნობ ყველას მითხარ. შენ მოსეთი არ იყავი. დოლიძეზე რა ქუჩაზე ცხოვრობ? დოლიძეზე ცხოვრობ. ზოგ დოლიძეზე ცხოვრობ. რომელ კორპუსში? კორპუსში არ ცხოვრობ. აბა? კერძობინაში. კერძობინაში. აი ამიხსენე, ავდივართ დოლიძეზე. ავდივართ. ხო, მე. შენ რა? მარჯვენა მხარეს რო კერძობინები იქ ცხოვრობ, დოლიძეზე რომ მიდივართ, აბა? ამ მარცხენა მხარეს კორპუსებია. 13-ები იცი? ხო. 13-თან ცხოვრობ? 13-თან ცხოვრობ შენ? რომელ ბინაში ცხოვრობ 13-თან? ვისიც რომ 13-თან? ვისიც რომ 13-თან? 13-ების ზემოთ მე. ხო, გინდა ზემოთ, გინდა კონდი, იქ ახლოს ცხოვრობ, ხო 13-თან? ზემოთ რა? ხო და ზემოთ რა ქუჩაა მითხარი? დოლიძეა იქ. აი ბოლო, სულ ბოლოში ცხოვრობ, დოლიძის სულ ბოლოში? 130-ში. სულ ბოლო არა. მართლა დოლიძეზე ცხოვრობ შენ? ვისიც რომ დოლიძეზე? შენ ვისიცნო? მე რა ვიცი, ხლა არ მინდა სახელები და გვარების ლაპარაკი. მე მგონი შეიძლება რაღაცას ყური კონდეს მოდებული. რა? მე არ მინდა შენ თუ ვისიცნობ მეკითხები და დაგიბრუნე შეკითხვა და ეხლა თუ გამცემ პასუხს გამეც თუ არ გამცემ და მაშინ ვაფშე მაგ თემაზე რას მელაპარაკე. შენ თვითონ მკითხე პირველი ვისიცნობ ხო? რა გინდა ძმაო? შენ ამლივში შენთან სახიფიშოდ გაიჭედე, ჰა? რა გინდა? არ ცხენია რა მინდა, რა მაგ შენთან სახიფიშო. აბა რას ვძაბავტო? ხიფიში რა მინდა ლიფში გეხიფიშები, როგორ გომნია? რა ვიცი, აბა ისე მელაპარაკები დაძაბული რაღაცნაირად ვიღონება ისე მოსკა. რა ვაძაბული საიდან? ლიფში რა ხიფიში თუ გინდა გაიფრე ხიფიში მაშინ. გინდა გაიფრე ხიფიში, გინდა ლიფში მეხიფი. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. ჩემთვის არ ძმაო. რატომ? რა მინდა ლიფში? მე რა ვიცი, გადი მაშინ ლიფტი და გახსნა კარები? გინდა კარები გახსნა? გახსენე. რო გახსნა გახვან? გავალ აბა სერიოზულად? ცალმონია გახსნა. ой რა? მიზანი. არა. რატომ? შენთან გირჩევნია ის. ჩემთან გიჩვენია? კარები გაგიხსენი ხო მითხარი გავალო, გამიბზანდი ბატონო. არა. არა. არ წახვალ აქედან, არა? მე შენთან მისწავდება. ხო. ჩემთან მისწავდება. შენ თუ გაჩქარება წალი. მე არ დამეჩქარა, სადღაც მეჩქარებული. მე გასაქონდა ვიყო. ვისთან წავიკითხო? შენ თავს? ხო, ჩემთავს რაღაც ისეთი ნიპანიატნი ხალხთან ერთად რო ზივარ ხოლმე, ლიფტში მაშინ ჩარეჩობ, რომ ნერვები რაღაც დავემშვილო და ლექსები. მიდი აბა შენ. ჩათვალე რომ აქ არა. აი, თვალში შემეს. ჩათვალე რომ აქ. ის რაღაცზე თვალში ჩაისხი? აბა. რავი. გიყვარს პოეზია? საიდან ისმის ხმა თუ აქ არავინ არ არის და ვისგან ისმის ხმა მაგას ვერ ხვდები რა. ხო. რაც გამოძახილები ისმის. მედი წაიკითხე. ლიფტიდან არ გადაგივარდეს პროფტა. კარგად უყურე პროფტას, ლიფტიდან არ გადაგივარდეს. გენი სად იყიდე? რეები. უფლები? პლიაჟზე მოვიპარე. მე არ ცხენია? რის უნდა ცხენდეს? მე უნდა ცხენდეს ამისი? რა გინდა? არ ცხენია მეთქი. ადრე სირცხვილე 21 საუკუნეში. შენ ცხენია? შენ რის ცხენია საერთოდ? მაშინ წადი და იმე დაბრიდე, რა თქი 21 საუკუნე არის. რატომ დაუბრიდე? დასაბრეთ თუ იქება დაუბრიდავდა. ეხლა ისეთ ყვილად რატომ დაუბრიდე? ნახე რა მაქვს. ცირა მაგარი რამეა. აჰა ნახე წყალს ჩავასხა. რამდენი წლის ხარ? 20-ის? შეამდენის ხარ? 26-ის. 26-ის? საფუში. მე ცოლი არა, ყავს.
რადგან სოლია ჯერ ცხოვრება წინ არის. Რაღაც წინ დაბერდი, ხო? ხო, აბა რა ვქნა. არ მოყავს? შენ რო ახალგაზრდა ხარ, იმიტომ არა, წყლის პისტოლეტებით რო თამაში. აი ხა წყლის პისტოლეტების ინან გამოვედი და ეხა ჩალიჩობ რაღაც ცოტა ის უფროს იმაში შევიდე. უფროს ცხოვრებაში. უფროს ცხოვრებაში? რა კამერას აკეთებდი? სიმწიფის ასაკში ვარ. ხო. შენ თუ მაგას ელოდე? შენ ვერ ატყობ რაღაც მე მძაბა უკვე, ჰა? რაღაც ყველა სიტყვაზე გეცინება და რაღაც ძალიან იაზურად. ჰა? მე? ხო შენ. სულაც ვერ ატყობ? სულაც არა. როგორ სულაც არა, მძაბა ვარ. ცხაჯერ გითხარი რომ ცხაჯერ გითხარი რომ ჯიგრულად მეთქი და მოიქეცი ჯიგრულად გითხარი. არ ჭირდება მე რაღაც იაზრობა და რაღაც ცინიკური საუბარი. არა გეიაზრ. მით უმეტეს შენ საცინიკო ნაღად არ არის აქვს. ვირი დავცინო, შენ დავცინო. ამცინო მეტი საქმე არა აქვს, ხა დაგაცინინო თავი, გითხარი რომ პროსტო ცინიკურად მოველაპარაკები და всё. მოკვდა მაგარი საუბარი, всё. ამიწყო ეხა იცინის და ვინ იცინი? შენ? მე? შენ აბა მე? მე ჩემთვის იცინი. იცინი ხარ გიჟი ხარ მარტო კამ შენ თავზე იცინო? აი იცით მე გიჟი ვარ. გიჟი ხარ? ო აი ხა წვეჩი გეტყობა. ვარდი შევსად მე? ცოტა. მოდი შევეჯიბროთ, არ გინდა? გაშ. რა ვიცი რა მე ისეთი. მე ნებისმიერ ამის შეგეჭიბრებ. ხო? აჯიმანი. მიდი. აი. დავით, შენ დაიწყო. დროში, ოღონ დროში. დროსი გააკ. საათი არ. შენ გავს საათი. ასადან დამუშ. ის რამდენს გააკეთებ? სხოლი. არა, სხოლო არა, სისტრაფე უფრო კარგია. რაღაც ერთ წუთში რამდენს გააკეთებ მაქსიმუმ. მე ეგრე არ შემიძლია. აბა ნელა აბუნტი. მიდი, კაი დაიწყო. ჯერ შენ დაიწყე. შენ ხარ უმცროსი. წყალიც პატარისაა და დაწყებაც პატარა. მოდი ერთად დავიწყოთ. ერთად ეხლა აბუნტია ვიღაცა და შემოიხედავს ორი ტიპით გვერდი გვერდა და კაჩაოს. რაღაც იფიქრებს ისეც რა. მაშინ დაიკიდე. არა შევაჭროთ. Perfect. Хорошо. წყალი გამითავი. არ გინდა? აი. თვითონ დავდო მაშინ. რა ტიპი ხარ ვასოდო? რა პრობლემა ხო არა გაქვს? ო, შენთან ერთად როზი ვარ, ეგ პრობლემა. აა, ცალკე. აჰა. მე შენ ერთხელ გითხარი. ეხლა მეორედ გემეორებ. ეგ ცოტა ღმერთი სამომით არის რა. აჰა. გაღელვებს რამე? ბიჭო, ცოტა მშვიდად იყავი. ცოტა რაღაც ისა რა ქვია, დაიმშვიდე ნერვები და ნერვული სისტემა. ხო და ნუ ძაბავ რა. კაი, გენ ძაბავ რაღაცა. ალბათ შეგეკითხე რამე ხო არ ჭირს მაგრამ. არა, არაფერი არ ჭირს რა. თუ რამე დამჭირდება შენთან არ მოვა, ნუ გეშენი. მაგის ნამოსი და სიამაყი გამაჩნია, რომ შენთან არ მოვლარ და შენაირად. როგორ? აი ეგრე მწვანეთ. როგორც მიწოდებ ერთი. ბიჭო, როგორც გიწოდებ და შემოხვედი ზიხარ და რაღაცას უნდა ცინიკური პონჩი ხარ და რაღაც ისე ძალიან ნერვიულად გინდა გამომაჩინო და რამე. არა და სიმონ ზიხარ და ესე რაღაც ძალიან ისე ცინიკური ისენი გაქვს, რა ქვია. ვანსო და რამე და ხო არაფერი გჭირს და რამე პრობლემა ხო არა გაქვს. ნუ მიძაბავ რა, ერთი გიშველის რა. არა, მინდა მიძაბავ ბიჭო, მიძაბავ რა შენ. შენო ნაკლებად რა. აიგე? შენო ნაკლებად. გურგენ. შენ ნუ გავიწყდება ბიჭო სათხარ. აიგე, გურგენ მეთქი. გურგენ? ხო, გურგენ. ეგრე გინდა დამიწახო? მე რა მინდა მე უფრო კარგად ვიცი.
შენ ჩემ მონდომებებს და იმებს, რა ქვია, მოთხოვნილებს ნუ მისწორებ ღმერთი გიშველის. და რა მოთხოვნილები? შენ საქმეა მოთხოვნილები. ჩემი ქვეყანაა და რასაც რა მოთხოვნილებიც მინდა ის მოთხოვნილები მექნება. შენია. ხო, ჩემია. შენი ნამდვილად არ არის და შენ თუ არის შენი არის მეორე ხარისხი, ჩემი არის პირველი. რატომ გონია? რატომ და იმაზე პასუხს ვერც იმაზე, ვერც იმაზე და იმიტომ. რატომ უნდა გაქცევ? იმიტომ ბიჭო წარმოშობით ხარ სასონხეთიდან და აკეთებენ რაღაც საზიზღრობებს. იმონ და შენ კიდე გეკითხები პასუხს ვერცემ. აუ მე ეს არ როგორ არ გაინტერესებს, მე მაინტერესებს პასუხი გამცე ძმაო. გამიცი პასუხი. რა ზონა? გამიცი, აი ისინი ვინ არიან? ვითხები არიან, ხო? აი ვინც მაგას რა არის კიდია? რაზე როგორ კიდია? მოდის ადამიანი მაყენებს შეურაცხყოფას, ხო? ისა მაყენებს შეურაცხყოფას. მე მომაყენა და ყველა მთელი ჩემ ქართველი, აი ქართველი, ნებისმიერ ქართველს, რომელიც მოგონილიც არის, გინდა ვეფხისტყაოსანი, გინდა მრავალჯამიერი, გინდა ის ჩაკრული, გინდა ნებისმიერი რამ, ძმაო და გინდა ის ახალციხე და სამცხე ჯავახეთი და ყველაფერი აბსოლუტურად რა. და ვიღაცები რომ წამოყოფენ რქებს და რაღაცა კარგად მოსამტრევი რო აქვთ რა, თან რუსებისგან დაქოქილები, ხო? აი ამაზე პასუხი უნდა გასცე, იგე? იცი რატომ უნდა გასცე? შენ ამ ქვეყანაში რო დაიბადე, მომისმინე. შენ ამ ქვეყანაში რო დაიბადე, ეს ქვეყანა თუ არის, შენ თუ ხარ მაგალითად სომხური წარმოშობის, გაიგე, ატარებ სომხურ გვარს, მით უმეტეს თავადურ გვარს, ხო? შენ იმისსაც უნდა გქონდეს, გაიგე, რომ იმის პასუხისგებლობა რომ პასუხი გასცე ადამიანს. ან შეაფასო იმათ საქციელი, როგორც უარყოფით, ან დადებითად. ესე მე არ მაინტერესებს, ესე არ არის, როგორ არ გაინტერესებს თქო. როგორ არ გაინტერესებს? მე მაინტერესებს რომ გამცე პასუხი და ვერ მცემ პასუხს, იმიტომ რომ იძახი რომ აუ მე სულ კიდია, როგორ კიდია? როგორ კიდია? კიდია ეგ კი არა ხარ იმაში, რა ქვია, ამერიკაში, სადაც არეულია სულ ყველა და ვერ გაიგე ვინცაც ცხოვრობს. ეს არის საქართველოს, მაგრამ და ეგ ჩემ ქვეყანას ვიღაცა მიბღალავს და ვიღაცის წარმომადგენელი კიდე აქ ლიფტში მიზის, ხოლმე ანუ გამცეს პასუხი და ვერ მცემ პასუხს. რა გინდა მითხარი? პასუხი გამეცი რა. დაგისვი შეკითხვა, ხო? ეხლა კიდე გაგიმეორო რა შეკითხვა დაგისვი? ახლიდან გაგიმეორო? არ მაინტერესებს მეთქი მეგეთი რა. რატო არ გაინტერესებს? იმიტომ რომ არ მაინტერესებს. იმიტომ რომ არ გაინტერესებს? არა ვარ დაინტერესებული პოლიტიკით. ეს არ არის ბიჭო პოლიტიკა. ეს არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა ცოტა სხვა რაღაცაა. 20 წლის ბიჭი ხარ და ის უნდა გესმოდეს რა არის პოლიტიკა და რა არის შეურაცხყოფა ხალხის ერის და წმინდანების რა. ჯაში იყავი? ჯაშში ვიყავი და კიდე სხვა ადგილებში. სამსახურად. ეხლა მაგას იმას გიზავ რა. მე რა ვიცი ეხლა შენ რამდენი ხის ჩამოსული ხარ საქართველოში? მე რა ვიცი რა ის არის, რა ზონა მოდიყვე? ბარა ძალიან ბევრია რა ესეთ პონჩი რა. მე ვარ ქართველი და რამე ისა ესა და მე ბოლოს უცბად იმერთან რა ქვია. ჯაჯია ვანიასთან ყველაფერს ტუკ 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 რა ხან მორზე სამბანი და ხან იმეები. მუსიკას უსმენ? კი. რას უსმენ? რა ვიცი როკი ელექტრონული მუსიკა რა ვიცი რა. რაღაც პაპსას და იმენ შენ რას უსმენ? როკს. როკს? რუსული როკი გავასება? კი. რომელი ჯგუფები გავასება? DDT. ლენინგრადი აღიარება? ლენინგრადი ისი რომელი ჯგუფია? VVV Leningrad. ხო, მაგრამ ეგ ისეთი ცოტა სხვა სიმღერაა. შეთ პონჩი, უფრო მძიმე. უფრო საკაიფო სიმღერებია ხოლმე. რომელიც ტელევიზორში არ გამოდის. ეგენ აკრძალულია, кстати. მოსკოვში აკრძალეს საერთოდ, თლიან მოსკოვში არის აკრძალული და ლენინგრადში, საიდანაც თუნდაც წარმოშობით. და კონცერტებს და იმის ეგენი ატარებენ ან პადმოსკოვიაში, ან ლენინგრადის რაღაც გვერდზე რა. ლენინგრადის რა ქვია. გარეთ. ვერცეც ვერ ვიტან გარდა მიქაბელი ისე გიგაროა მიქაბელიც ხო? გიგა მიქაბელიძე გასება? რა პონჩი გასება და? მევასება რა, აი საკრა მელოდიები სიმღერები აქვს. მირჩევნია ყველას ახლა და ირაკლი შარპიანი? ეგ არ გასება. არ გასება რა? ჩას ქვიაც მევასება. გასება? მაგარი, ახლა მაგარი კაცი. ძალიან მაგარი კაცი. როგორ დაგვეყობა? და რა ისე მძიმეს უსმენ, მაგრამ მირჩევნია მძიმეს უსმინა ვიდრე რაღაც ლაითებს და რაღაც. ეს რაღაც ინტიმური ვопроსია, მაგრამ რამდენი ქალი ყავდა საერთოდ? აბა ჩესნად, აი ჯობია, ჩესნად, ცვეთში რა. ცვეთში, აი შეიძლება პირიქით მოგებიანი კონტი იყოს, იმით რომ ხა უფრო რაც მეტი ქალები უფრო რაღაცზე თulis ხალხი. არანაირად. კაროჩე აღართ არ მახსოვს ახლა კონკრეტულად მიახლოებით გეტყვი 6-7 მეტი არა
ჩვეულებრივი მასლები ხო? დადგიან საათ, ხა ქალების გუნდს, რა, საუნებში და იმეებში ხო? რაღაცა ჩაარტყავს, გაიქცევიან საუნაში, გუნდს და დავაი წავიდა. ან ვიღაცას დაითოს და მე 20 სული გადავნა, საზიზღრობები ჩდება რა. მაგრამ მე წვეჩი მაგრად მიტყოდება თუ ეს საუნები. რა მოიჭი? მაგრად აი ფულის გადაყრა ხო რა ჯერ გადაყრის პონჩი გიტყდება ხო? მაგრამ ფულზე კი არ არის. просто რო ხედავ რომ ადამიანი რაღაც იმიტომ ჩალიჩობს რომ აი კაროჩე ერთი სული აქვს რა როდის მორჩება რომ კაროჩე უკვე ხვაზე ხარ ფულზე ფიქრობს. დროზე გამოვიდეს თუ ფული ჩაიგდოს და რამე რა. ეხავს აბარა სად შერო შეიაბა ბოლოს და ზოგიერთ სხვა რამეა. თვითონ შემოსა თავისი რაღაც საკაიფო მოგავი. ერთი იყო მოსკოვში ირა რა. და ძმა ყავდა, ძმასთან რაღაც იმაში რა შეგონდი რა, ახლობლის პონჩი რა, თორე ხა ახლობელი ეგევა. ხო და ისა, თვითონ მუშაობდა ეს კლუბია მოსკოვში დოლსი რა და იმაში მუშაობდა სტრიპტიზორშად რა. აუ წაიგონა ცოტა მაგარნაშა იყო, მაგრამ არა ხა როგორ როჟები ჩალიჩებოდი, იცი, შისოტებით და რაღაც იგუარებით და რაღაც გიჟური ისე, სულ რაღაც იმეებში იყო რა. არა და როგორია თო დამევალსაც ვეიჩი უნდა დავითრიო რა ვფიქრო თან ხა რაც უფრო ძნელია ხო მით უფრო მეტი მუღავი გაქვს რა ყველა შემთხვევაში ხო იმიტომ რაღაც უფრო მონადირის ინსტინქტი იმაშება ხო იბიცებს იმაში და ბიჭო ჩალიჩობ ხან იქიდან ხარ იქიდან აუ 1000 რაღაცები ხარ რაღაც რომანტიკა შეუგდე ხანის კაროჩე ვერ ჩალიჩობ რა იტოქში არაფერი არ გამომდის რა და ამისი ძმა რა ქვია საშა გრეგს ეძახოდნენ ჩეთან არის სახში რა ხო და თან როგორ პონტი ქონდა ძალიან ფაქიზათო ჩალიჩებოდი იმ პონჩი რომ აი რაღაცა ნაგელი პონტი არ გამიკეთებია ხო აზე ხარ რო იციან რომ ახრა მეცემიან და я тебя хочу слушай რა ეგეთ პონტი არ ნუ რაღაც თორე ცივილი ხო და ეს მაგამიჩი და ჩემთან სახში რა რაღაც ლაპარაკში რა დავლიოთ ისა და ეს მეუბნება რომ ისა ირაჭკატიბა ხოჩტო რა ახ ჩემი გამიწინდა თვალები თან ძმა მეუბნება თავის დაზე რა Moldova იქიდან არიან, ოკეი, მოლდოვას. აუ, ჩემი. არა, გვარია, იცი, აი ეს რა არის. იგარ კრუტოი გაკია? ეს საშა კრუტოი იყო და ეს დაკიდე ირა კრუტოი. ხო და რაღაც ვიჩალიჩე და შენ წარმოიდგინე ბოლოს მიშველა ისე, აი რაღაც ხო ის ქართული რომანტიკა და რაღაც ისინი რო არის რა, აი ადრე რო იყვნენ რუსეთში ჩადიოდნენ ქართველები, უფრო სხვანა იყოს რო აკეთებდნენ ფრაზ რომანტიკული და რა ზედრო გადაყოლენ მიმინომ რო გააკეთა რა, ხოაზე ხარ. რაღაც ისეთი პონტები რა. და დავჭექი სახში და დავწერე ლექსი რა და დავწერე რამხელა ლექსი იცი აქ წაგიკითხავ რა წავიკითხავ თორე ხეულაცა მაისი ეს პონჩი არის ხო დაბადების დღე აქვს ამ იმას რა ქვია ირას რა ხო და დაბადების მივედი ამ დაბადების დღე ხო აზე ხა საჩუქრები როგორი პონტია იცი ხარ მივასება ეს პონტი რომ აი ვიღაცა მიუტანს რაღაც აი სულ ყველაფერი ხდება რა სტანდარტული საჩუქრები რა დუხი რამე ხო აზე ხარ რაღაც ყვავილები და ერთი და იგივე პონტი რა რომ იმიტომ აი რაღაც ზოგს ფანტაზია აყოფს სწავლის რაღაც გიჟება შეიძლება რაღაც უფრო რაღაც 20 ლარი მისცე იგი და უფრო მაგარი გამოგივიდეს ვიდრე რაღაცა ყვაზე 500 ლარიანი და მოუტანა დავუდო დუხი რა ხო რა მისიც საკაიფო ორიგინალური დათან დაამახსოვდეს რა ისტორიის ფონჩი რა ხო რაღაცები მიუტანა მისცეთ რაღაც სიმბოლური მაგრამ მე ბოლოს პროფილტები თან ხა ამ სტაკალები რა მის დიჯორშები რა 200 იყო იცი ეხა მე ერთ ეხა მაღლირს ეგ ხო და კითხულობ ამ ლექს რა თან როგორ პონჩი იცი აი რა გამოთქმით რა მე ხვაზე ხარ და რაღაც იმეებით რა წავიკითხავ ხა იმას მოიცა რუსულად დაუწერდი არა რუსულად ზირთად ლექსები მაქვს მაგრამ ქართულად მაქვს 2 თუ 3 ლექსი იმიტომ რომ ხა საქართველოში რა ძალიან ისეთ პონჩი რა ძალიან ცოტა სიმაშვები რა ქვია შეიძლება 2-3 ლექსი მქონდეს დაწერილი რა აი პირველად რომ გავიჭედე ხო ლიფჩი მაშინ დავიწყე მაგრამ კაროჩი ძალიან ცოტა წავიკითხე ხა თავიდან ბოლომდე წავიკითხავ რა რუსული ხო გესმის კი განსხვავებული რუსული ჩამოღებები უნდა ზოგი სიტყვებია რა სლენგური რა Горячего песка мы вместе встаем, друг друга под руку мы в море ведем. Ласкает тело, живая вода. Мы близки с тобой сегодня, мы близки как никогда. Теплый солнечный лучик касался наших плеч. Ты обвела меня руками и хотела бы прилечь. Мы стояли в море, по шее в воде. Так было романтично, так не было нигде. Ты целовала так нежно, так охотно, так любя.
Прижимаясь ближе, волна качала тебя. Море почти нас поглотило, проникая внутрь тебя. Друг дружки испарялись, как нефть среди огня. Ты просишь зазкое сочинение и кавказской теплоты, а я горячий страстный парень, не уважаю суеты. Надо тебе об этом много думать. Ты палишь звезды в небесах, очнись, Иришка, ты в мечтах. Я ж эротический монах. Дружу с Амуром в небесах. Дружу с азарным Купидоном, желаю и надеюсь словишь. И будут горы кувыркаться, хочешь склонить, чтоб я отдался, что потерял я всех богов. Ведь это же не так грешно, толкает Купидон, смешно Амуру. Вообще, все это же смешно. Все, что божественно, грешно, а я же не хочу смеяться. Надо возбудить, чтоб я отдался во сне, хоть испытать тебе той страсти. Даю всех козырей, даю всем массе, в игре весь кайф, в игре все страсти, а ангелочки приоткрыли пасти. Чтобы всегда азарной кувыркаться, прыгать, дурачиться и отрываться, всегда колпаситься и сексом заниматься. Короче, დაახლოებით, აი უყურე ქართველი, აი რას არ გააკეთებს. იმის გულისთვის თავისას მიაღწიოს. სიმოდა ზუსტად დაახლოებით რაღაც 40-45 წუთში მივაღწია ჩემსას. ხო. გოლფჭიდი რა კაი მანქანა. თუ გოლპიატია ეს. გოლპიატია იქ. მანქანა არ ყავს? არა. კარა მევასწრა მანქანა. Volkswagen. ოია. სამხურში მინდა მაგრად სვანკასთან ერთად წავიდე იმით რა ველოსიპედებით ბათუმში. და მე გავუგერო თურქეთში. აქედან გინდათ ჩახვიდე? ხო, მაგრამ პერივალიაო რაღაცაო მithres ბავშვობაში ვარ ბათუმში ნაყოფი. რაღაც პერივალიაო. ნაყოფი ხარ შენ მანქანიდან? არა ხარ ნაყოფი, რაღაც პერივალიაო რა, აღმარცხა მოგიწევს რაღაც დანარჩენი კილომეტრების სიარული ველოსიპედით რა. და მაგონჩი არ მიდიხარ? არა, მაინც წავ პირიქით ასწორებს რა. ეხა როგორ სიტუაციით შეიძლება უფრო ძვირი დავიჭდეს, ვიდრე ჩაჯდე ავტობუსში ან ჩაჯდე მატარებელში და ჩახვიდე იქ რა. შეიძლება უფრო ძვირი დავიჭდეს, მაგრამ უფრო სხვანაირი მუღამი, უფრო საინტერესო სიტუაცია, სადაც უფრო სხვანაირი პონტია. ო, აღარს დაიღლებით იმენა. ო, ესე იგი დაიღლები. არა, მაინც გავიგსწორდებათ. მართლა დაგრუზე ჩემი ისტორიებით, ჩემი ინვესტიბები რაღაც შეცდომა. არა, მე მაგარი მევასება მოსვენა და აი ლაპარაკი არ მიყვარს. ბოჭი, აი მისწორდება რა, მოსვენა მისწორდება და ბევრ ამას ვსწავლობ აქედან. და სახში ვზივარ რა, თან ისეთ კაი ხასიათზე რო არის ხომ ადამიანი ხო იცი რაღაცა იმის მერე და ვზივარ ბიჭო უყურებ თან მაგრად დაუმუღავ მე სიტუაციას რაღაც ისეთ რეკლამას უკეთებენ რომ აი ცეჩი შევედი ტელევიზორში და რაღაც ყوازზე ხარ რაღაც ისეთ მომენტებში ვარ რა. ხო და ღამე აუდექით გამოვიღე გარდაფული მქონდა და გამოვიდე გარდრობიდან რაღაც პატარა სპეციალის უმკამპონო ჩავალაგე რაღაც ჩემი შმოტკები. აი წარმოიდგინე ამ ხელაზე ის მიქნა მართლა რაღაც მაგარი სიტუაცია. ხო და დეჩი შეულა მეთქი всё წავედი მეთქი სად მიდიხარ მე სოჩაში მიდივარ მეთქი შენ რა გიჟი ხო არა ხარ ხო სამი საათია რა სოჩარი შენ კიდე რაღაც მიგაკლა სოჩაში და მოსკოვში ხო და მიდიხარ ან მილიციის ავნე გეშინოდეს ან რაღაც გადარეული იმერის რა ხო დავით რეიდოში თუნდა წავედი რა მივედი ბილეთი ვიყიდე შეულებე პლასკარჩი ხო პლასკარჩი ღიები რეისუარი რა ჩავდი ჩაჯი მატარებელში მივდივარ რა. მარტო ხო მივდივარ და მაგრამ ენოსა მარტოკა რა. მარტოს ისა რა ქვია მგზავრობა რა. ბიჭო როგორი სიტუაცია ეს პასკალი ხო არის ყველა მიდის სოჩაში ხო ყველა მიდის დასასვენებლად რა. თან იყო 11 ივლისი თუ რაღაც 12 ივლისი რა. ხო და ისეთ სიტუაცია რომ ყველა ხა მარტოები არ მიდიან რა. და ყველა ხა ტიპები არიან გოგონებთან ერთად. ან მაგალითად გოგონები იჯნენ იქ რაღაც გვერდზე პლასკაში მეზობლად ეს ტიპები გაიჩნდნენ რაც გიტარაზე უბერან და მე ჩემთვის რა მესე ხო ეს ხარ მოწყენილი მაგარი მიტყდება მარტოზი ვასიმო და შეანატრი ამათრე რა მაგარი სიტუაციაში არის და ნუშები და ფიქრობ რომ მაგარი გამიტყდება რა ორი ძალიან მაგარი ნაშაა რა ძალიან მაგარი რა იმაში ამოვინე რიზანში ხო და ვიღაც ტიპებმა ოპა უცხო დაითრიეს რა და ფიქრობდი მე რაღაც გეგმის ვაწყო სამი გეგმები დავაწყე სამი ისე მივიდნენ და დაითრიეს რა ხო და ჩალიჩებიან რამე ის და მე ისე მოხდა ეს გეგმები მიდიოდნენ სოჩაში ტესტები ცოტა ადრესად ანაპაში თვალად ჩამოდიოდნენ რა ის ტიპები ჩამოვიდნენ ამოდის ვიღაც კლიენტი რა, ბინეს სანამ ჩახვდეთ სანამ ამოდიან როჟები და ბინების თავაზობენ რა, ბინები იქ რა.
ხო და გამოვყევით ეს ტიპი ამბობებს და ვირას და ამგო შეეშინდათ თუ რაღაცა რა და მე გავიჩნდა უცბად მეთქი გეშინდა გოგონება მე თქვენ გვერდით ვარ გენაცვალე ჩემი დაღულა წუთსოფელი მეთქი რაზეა კონტიალ ყველაფერი თქვენ რაც გინდა მოხდეს დაგიცავთ შევაკლავთ თავს მე უთხარი ია გრუზინ ბოლო მეთქი არც თქვენი რა გენაცვალე რა ხოლმე ხარ წავით ამგვარად ვიქირავეთ რა ქვია როგორი პონტი იყო იცი ორი ოთახი იყო მაგრამ ერთი ოთახი დაკავებული იყო და 2-3 დღეში უნდა განთავისუფლებული იყო და ამიტომ მითხეს რომ თავიდან იცხოვრეთ თუ ამ ერთ ოთახში თუ გინდათ თუ რა წადით ნუ მაშინ წახავდა სხვაგან ყველა იმაზე კიდე ახალბეს რა განცხადებები და მეთქი მე თან ახლა ვარ მეთქი ახლა მე ვაგზე ვარ როგორ იქნებს ё ორი მაგარი რაშა რა ხოლმე ამათმა სხვაზე ხარ რა ანუ ბაზარი არ არისო კაუჩი ჩვენც კაუჩი ვიქირავთ რა და ცხოვრობ ამ ოთახში რა ნუ აი იქ ასნა რა რაღაც პირველივე საღამოს რამე ოპა წავიდა რაღაც პატარა ტავლიეთ გავიქეცი გამოვიქეცი რა ჩამპანიურები რა საინტერესო ისტორიები და იმავე საღამოს დაგვირგვინდა ისე როგორც გვეკადრება ჩვენ რა იტოქში და ყველაფერი მოჩა საკადე ხო და ამ პროცესის მერე ხوازე ხარ რაღაც პატარა ტალე მერე ექსი მექსი რამე და უფრო ისეთი რაღაც საკაიფ ხასიათზე ხარ დასვენებული თვალები რამე აწლიანებული საკაიფი და მოდიხარ რა ხა წავდი მეთქი რა ამავე საღამოს გავიდეთ ღამე იყო უკვე და გავიდეთ მეთქი იმაში რა ქვია ზღვაზე და ვიბანაოთ რა პროსტო ამოდი ბაზარი არ გავდივარ ზღვაზე მე რესტორნები დავჭიქი რესტორანში და რომ დავიწყე კიდე დალევო ხო თან ხეს გოგონები ცვალდნენ რა და უფრო რაღაცნაირი პონტია რა ეს ღამით ის პონტი რა უფრო თუ რომანტიკოსი ხო უფრო გიგდებს რა თავში არ ჟაშკალი ვარ ვაფშე ხო და რაღაც ამიურდა თავში თან ყველა რომ იღიმება ყველა დასასრულებლად არის ჩასული და ქართულმა გამოიარა ჩი რესტორანში რა დადია და ესეთი კალათა აქვს რა და ამ კალათაში უდაგია ვარდები რა ძალიან ბევრი ვარდები რა აკავს ეკითხები რომ მეთქი რა არის მაგ გოგონებს ერთად ვზივარ ხო გამოვატასა ვარდები ხა რა პონტია უნდა მუცო ხო რომ მე ხა ეს ვარდები რაღაც ავით და კარგად დავით მეთქი რა არის 30 მაინც და თან ქართული დაუმღამე რომ ქართველი იყო მაგარი გამისწოდა თან ისეთი ტოლი ჩანდა რა ხალი და მაგარი ხვაზე ხარ ის მაგარი მეწოდება რა ეხალხი რა ხო და ეს ვარდები და მეთქი რა 30 მაინც და მეთქი კაროჩე რაც კალათა გაქვს ამ კალათას სულთლიანად ყიდულობ მეთქი და მეტი არ გაქვს ხო და არ გაქვს მეთქი და კიო კაცო მაქვს ბევრი მაქვს რა კიდე სხვა გაქვს მეთქი სულ ყველა მოიტანე მაგარი ბუხვებია რა მეთქი სულ ყველა მოიტანე რა ვარდებიც გაქვს სულ ყველა ვარდებს ყიდულობ რა და ეს პირველი დღე არის რა უკვე გადაცელილია იმ პირველ დღეს 10 იქავა 10 დღის ბინაში ფული მაქვს გადახდილი უკვე 10 დღის წინასა თან უკანა ბილეთის ნაყიდი მაქვს რა იმიტომ რომ ვიცოდი ჩემი დეგენერატი ხასიათი სიმონ და მეთქი ბილეთი ხოვაზე ხარ ბილეთი და მაინც კაუჩი ვიყიდე სულ ყველა ვარდი რა და ამ ქალს ეუბნება მეთქი ქართულად რა ქართველი ქალი იყო მეთქი ეს ვარდები მეთქი ხო არის პლაჟი და ამ პლაჟზე არის რესტორნები ხო გაგრძელებული ხო და მეთქი ამ იმას რა პლაჟზე სადაც ამ პლაჟს გასულ რესტორანში სადაც ერთი მანდილოსანი მაინც სულ ყველას თითო ვარდი ჩამოურიგე რა და სულ ყველას გადაეცი რომ მეთქი ad გრუზინა რა მაგრად მეასებოდა ბიჭო ცუდი შეხედულება ქონათ რუსებს რა ქართველებს უფრო გაუფუჭდათ ქართველებს ძალიან მაგრად სახელი კავკასიელებს რა ზოგადად ხო და ყველანაირად ცდილობდი ხოლმე რომ რამე ისე აი უფრო ისეთი მომენტი გამეკეთებინა რომ აი ეს თქვა რომ არა სულ ყველა არ არის გადაგვარებული უბრალოდ უნდა ნახო რა აი მატჩიც რაღაც კარგიც არის ცუდიც არის რა იმდენს პლაშმენი ცუდს ვიქნებ გავიდა ერთი 15 წუთი ტიპი იჩდება რა ამ ქალმა ხო დაურიგას ყველაფერი ფული გადაუხეთ წავიდა იჩდება რაღაც კლიენტი რა შეენაო მოდი ერთ წუთიო მე თან ახლა ბუხოება რა კი მარტო არ მაგრამ თან თვალი ვარ თან ტეხავს გოგოების წინ რაღაცა ამდი რა გავედით გარეთ რა შეენაო ჩემ გოგოსო ვარდები რაზე აჩუქებო და მე თქვი ბიჭო ვინ შენ გოგო საერთოდ არ ვიცნობ ვინ საფშს და როგორ ზის რა პროსტო აი კაცურა აგიტ რა კარა სადღაც ჯდარა ხუთი რესტორნის იქით და ამ ხვაზე ხარ ეს ვარდები რომ ჩამოარიგეს და ამ ბიუტარა დადო და ატ გრუზინა რომ უთხრა ამ ხვაზე ხარ აუ დავიდა იტრი ეს ქალი და ატარა და ამ ქალს მომიყვანა დამისვა რა იქ ჩემ კი რაღა მონკლეს და თან იქაურები რა ხვაზე ხარ და მიწიდა ზარეჟიმ და რაღაცა და რატო ყავდა რაღაც ეს პონჩი იყო რა ცოტა ეს თიროჟა მე გამისამს სავე რაღაცა ის და მეშველა რა იტოქში მეშველა მაგრამ რა თქმა უნდა დილით გამებუცა ბიჭო დარჩენილი მქონა $70 თუ რაღაცა რა $300 მქონა დარჩა $70 რა აი რო გადათვალო იმაზე რა ქვია 10 დღეზე რა $7 დღეში რა სოჭაში წარმოგიდგენია სულ აი რაღაცები დადიან რა აი რაღაცები და აუდროს $7 გაქვს ერთ დღეში და მაგარი გიტყდება ცვეთში უნდა გამოკვიდე პლაჟი თაშდი და რაღაცები უნდა გაზიანი წყალი და სხვა რა მაგარი ტეხას მე რაკიანი არაფერი დავრეკე მეთქი მიშველეთ თქვენ გამიგზავნეთ რა ატომი არ მევასება აი ქალი და ანჯელი მე მარიანა დირაძეს მაგრამ არ ამბავს ლაზმა
არ განჯელინა ჯოლი მინდა არც არა. არა, გაინადირესთან რა ცუდიან კონტინენტ. просто ძმაკაცობა რა. ძმაკაცობა, ჯიგარი ხალია მაგარი. და რა თავის ირონიაც აქვს, რა. ქერათმიანიან არის ეგ. ხო, რა ის მე შეიძლება. ჩაოიც. ნო, კიდევ ვერ ვაწყობ ამას, როცა მე მინდა მაშინ ვერ ვაწყობ რა. არანაირ გამჭიროებია პირიქით. რაღაც მეადვილებოდა რაღაცნაირად. რა, აი ტიპი იყო რა, მაგარი მისწორდებოდა. თავიდან მართალია რაღაც გარკვეული აგრესია მქონდა და მე მგონი მაყურებელი ნახავს ამ ყველაფერს და მიხვდება რატომაც მქონდა ეს აგრესია. უბრალოდ ძალიან წარეთ ვიღებ ხოლმე ყოველთვის რაღაც საქართველოს წინაშე იმას და მაინტერესებდა ამ ადამიანის წარმოშობით სომხეთიდან არის და აქედან გამომდინარე მაინტერესებდა ამ ადამიანის შეხედულება ამ საკითხს როგორ უყურებდა კარგად ან ცუდად. მე ცინიკური არ ყოფილვარ მისადმი, უბრალოდ ეგეთი ტიპი ვარ და რა ვქნა ახლა. უბრალოდ მაგას მიაჩნდა რომ მე ვიცინიკე და რაღაც. და ჩხუბით მოთავით და ჩხუბი მოიყოსდა. მიუღებელია ჩემთვის ესეთი პასიურობა. ადამიანი მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა არის თუ არა, მაინც რაღაც გარკვეულწილად უნდა იყოს თავისი ქვეყნის, თავისი წარმომავლობის პატრიოტი. ხო? მე ამით არც რაღაც პოპულიზმში არ მინდა ეს ყველაფერი გადაიზარდოს, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს შეხედულება. არ არსებობს ადამიანს რომ არ აინტერესებდეს. ყველა ადამიანს ეს აღიარებს, მაგრამ უნდა გამოხატოს ზოგმა ასე, ზოგმა ისე. ამ ეტაპზე მგონია რომ დავუმარცხდები მე. აუ იმიტომ რომ არ ვიცი მეტი უპირატესობა ქონდა იმ საზას და არა მე. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე როგორც ეთნოსის და როგორც წარმომავლობაზე ადამიანი საიდანაც გინდა იყოს წარმომავლობით, ამაზე არ მაქვს არანაირი გართულება. ჩემი გართულება არის მხოლოდ და მხოლოდ იმ პირთა ჯგუფთა მიმართ, რომელიც აკეთებს რაღაც აგრესიულ დემარშებს საქართველოს წინააღმდეგ. თორე ადამიანი საიდანაც გინდა იყოს წარმოშობით, მე ალიკასთან თუ ვიმეგობრებ, დარწმუნებული ვარ ალიკა მოკლედ ალიკას გადავაკეთებული გვარს ქართულად. მე რომ მაყურებელი ვიყო, ზაზას მივცემდი ხმას. მე დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებ. დარწმუნებული ვარ.